კარტი არა მაქვს, დაიცადეთ ხახო რა. მოდი კარტის მაგივრად ავიღებ სალფეტკს. ეხლა მეგობრებო, უნდა გიმკითხავთ. ირინას ყავდა შვილი. ეგი შვილი მეგობრებო გაყიდა 800 ლარად. 800 ლარი იყო მეგობრებო. დავადის აპლაუზე დედამის. დავადის აპლაუზე. დემირიცხეთ ახლა 5 ლარი. დემირიცხეთ 5 ლარი და გეტყვით ირინამ საწაიყვანა ეგი ბავშვი. მოკლედ ამის მაგივრად ვერ ვაკეთებ ხალხო. ხო ვარ ლამაზი მეგობრებო. ჩაგდივი პირში. ჩაგდივით ყველას პირში. იმდედი საფლავში ჩაგიჭვით ყველას. მოკლედ მეგობრებო, ეხლა მოგიყვებით ჩემ ისტორიას. 2 ლარი დემერიცხა, 2 ლარი უზომადლობა ღმერთმა გაგახაროს. მოგიყვებით ჩემ ისტორიას ახლა მეგობრებო, კარგად არ ვიცი ბოდიში ეხლა მაგის ლაპარაკის მანერა კარგად არ ვიცი მეშლება, მაგრამ თავარს მაინც გეტყვით. მე მოგიყვებით ეხლა ჩემ ისტორიას მეგობრებო. მე ვარ ერთი გათახსირებული არსება, რომელიც ვიგინები. ძალიან უსაქმური ვარ. ვთილობ, რომ ყველას შევეხო, იმ ადამიანებსაც კი, ვისაც არ ვეხები. გავანადგურო ბოროტები, დავიწყე ახლა მკითხაობა კაცზე, ყველა მკითხაობს თქვა და მეც ვიმკითხავ და შევეხე ირინას და ბეკას. ლაპარაკობდი იმაზე რაღაცეებს, ვიგონებდი, რაცხები მერიცხებოდა. მათხოვრობდი ჯერ საქართველოში. მე ფული ავაგროვებინე ხალხ წევედი იტალიაში. იქაც ვმათხოვრობ, იქიდანაც ვითხოვ ხალხო დარიცხვას ახლა იქიდან ფაბიოც უნდა ვარჩენინო ხალხს. იტალიაში დასაცმელი რაც მოვდის ხალხო ჰუმანიტარული დახმარება, იმასაც ვიდი. გეიგეთ? ვინც არ გივიწყოთ დაგმართ ყველას. გეიგეთ ბავშვებო? ეხლა ეს იქიდან კიდე გამოჰკივის აქედან. შეერთო ეხლა შეერთო ვიღაცა და ის იძახის. თითო ლარი და ეხლა ორი ერთად დუეტობს. თითო ლარი. და ეხლა აი ეს ყველაფერი ერთმანეთს განიხილავენ, ეს არსებულა ბაძაწუნა ადამიანები ირინას. ლიკა, მოდი ენა ჩაიგდეთ ჩემო ძვირფასო, შენ არ იცი რა სად ხდება.